ვიდეოს ვიღებ. მე დაჩამევებხი. გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ მაქვს. ამ ვიდეოში გაჩვენებთ YouTube-ზე ვიდეოები რამდენს წერს მონეტიზაციით. გონია რომ YouTube-ზე ვიდეოებს რომ უყურებთ და იქ რეკლამებს რომ გიგდებთ, გონია რომ გაინტერესებთ ამ YouTuber-ს რამდენი თანხა ერიცხება ხოლმე. ხო და მოდი გაჩვენებთ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი პოდკასტში, YouTube-ი როგორც ბიზნესი მაგაზე ვლაპარაკობ. იმ პოდკასტში და ერთ-ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი, ასე ვთქვათ, გააკრიტიკა ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენს გამოიმუშავებენ უცხოელი YouTuber-ები მონეტიზაციით. ხო და მოდი ვნახოთ, ქართველი YouTuber-ები რამდენს გამოიმუშავებენ მონეტიზაციით, ჩემ ახსაც გაჩვენებთ და ისიც გამოვთვალოთ დაახლოებით უცხოელი YouTuber-ები რამდენს გამოიმუშავებენ მონეტიზაციით. მონეტიზაცია კონკრეტულად რომ ახსნათ რაც არის, თუ ვინმე არ იცით. მონეტიზაციას ბეძახით, აი რეკლამებს რომ გიგდებთ, მაქედან რამდენი ერიცხება YouTuber-ს და არ იგულისხმება აქ ის თანხა, რასაც მაგალითად სპონსორები იხდიან ხოლმე YouTuber-თან თანამშრომლობის დროს. მხოლოდ რეკლამებიდან შემოსული თანხა, რომელსაც YouTube-ი აგდებს. ჩემი არხის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. მე ვთქვი რომ PewDiePie, როგორც ყველაზე დიდი YouTuber-ი მსოფლიოში, ძალიან ბევრი წლის მანძილზე, თვეში გამოიმუშავებდა დაახლოებით $10 მილიონ მონეტიზაციით. ამ ადამიანმა დაწერა რომ PewDiePie-ს თუ აქვს 50-დან 70 მილიონამდე network-ი, ანუ ამდენი არის მისი ქონება. თვეში 50 მილიონს თუ გამოიმუშავებდა, უფრო მეტი უნდა ქონოდაო, რაც ლოგიკურია. და მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომენტარის ავტორს, რადგან ესე შთამაგონა საინტერესო ვიდეოს გადაღება თავისი კომენტარით. სანამ ამ თემაზე გადავალთ, network-ი ვინც არიცით რაც არის. network-ი არის რამდენი ქონებაც გაგაჩნიათ თქვენ. აი მაგალითად, თუ გაქვთ სახლი, რომელიც $100,000 ღირს, თქვენი network-ი არის $100,000. ესე პირდაპირ თანაკვეთა შეიძლება ითქვას არანაირი თანაკვეთა არ აქვს იმასთან, თუ რამდენი გაქვთ ხელფასი მაგალითად. ანუ შემოსავალი სამსახურიდან პირობით. network-ი ითვლება ადამიანის ქონება, რამდენად არის შეფასებული მისი ბიზნესი თუ აქვს თავის სახელზე, მანქანა მაგალითად და ესეთი აქტივები ყველა. და თუ აქვს კიდე ვალიც აკლდება ამ საერთო ქონებას და ეგ გამოდის ადამიანის network-ი. აი მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სახლი $100,000-იანი, $100,000-ია თქვენი network-ი, მაგრამ თუ გაქვთ $20,000 ვალი, თქვენზე უნდა ვთქვათ, რომ გაქვთ $80,000 network-ი. და ახლა რამდენიმე თვის წინ რომ მოხდა ის სიგიჟე ამბავი რომ პირველად გახდა დედამიწის ისტორიაში ადამიანი რომლის network-ი წავიდა $1 ტრილიონ-ზე, ეს კიდე თალკი ამბავია, ილონ მასკი გახდა პირველი ვინც ეგ შეძლო. ერთ მაგალითად გეტყვით network-ზე და შემდეგ გავაგრძელოთ. თუ თქვენმა ბაბუამ დაგიტოვათ სახლი სადმე ისეთ ადგილზე რომლის ფასი ძალიან გაჯვირდა, წავკიში, წყნეთში ან რაიმე პრესტიჟულ ადგილზე საქართველოში. და ეს სახლის ღირებულება დაუშვათ ახლა არის $1 მილიონი. მაგრამ თქვენ გაქვთ ეს $1 მილიონიანი სახლი, რომელიც ესე ბაბუამ დაგიტოვათ, თუმცა მუშაობთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელფასი გაქვთ $500. $500-ად ისე ვერ იცხოვრობთ თვეში, მილიონერი რო ქვია. ხო? მაგრამ თქვენი network-ი $1 მილიონი. ავიღოთ მეორე შემთხვევა. როცა ადამიანს აქვს მაგალითად თვეში $20,000 შემოსავალი, თუმცა არც სახლი აქვს, კირაში ცხოვრობს, მანქანაც არ ყავს, პირობითად ტაქსით დადის და ამ $20,000 ყოველ თვეში ხარჯავს. თუმცა თვეში აქვს შემოსავალი $20,000 მაგალითად. ამ ადამიანის network-ი რამდენი იქნება? არც სახლი აქვს, არც მანქანა აქვს, არც ქონება აქვს, უბრალოდ სადღაც მუშაობს, სადაც დიდი ხელფასი აქვს, რომელსაც იმ თვეშივე ხარჯავს. ამ ადამიანის network-ი იქნება 0 და იმ ადამიანის network-ი, ვისაც $1 მილიონიანი სახლი დაუტოვა ბაბუამ, მაგრამ ახლა $500 აქვს შემოსავალი, იქნება $1 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ მათი თვეში დახარჯული თანხა და შესაძლებლობები თუ რა შეუძლიათ თვეში აკეთონ იმ ფულით, რაც შემოსდით, იქნება რადიკალურად სხვადასხვა. ასევე network-ებზე ვიტყოდი იმას, რომ ბევრი მილიარდელი არსებობს მსოფლიოში, რომელსაც კომპანიაც პრივატული აქვს და მისი ქონებებიც არ არის საჯარო. ესე რომ ნახოთ ჩამონათვალი ვის აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი ფული ამ network-ის მიხედვით, ეს არის მხოლოდ იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვინც გადაწყვიტა რომ ქონდეს საჯაროდ ეს ყველაფერი. ანუ ზოგი ადამიანი საერთოდ არ ჩანს. ასევეა მეორე კატეგორია, რომელიც პირიქით შეიძლება ცდილობდეს, რომ მისი network-ი ბევრი ჩანდეს, ამით უფრო იმიჯს იმატებს და უფრო შეიძლება როგორ ახსნათ, იცი კარგად. ასეთი გამოთქმა არსებობს, fake it before make it. ჯობია რაღაცები გააზვიადო, რომ გაქვს, მანამდე სანამ მართლა ბევრი გექნება. ძალიან ლამაზად ვერ ვთარგმნე, მაგრამ იმედია აზრი გაიგეთ. აი როგორც მაგალითად მებრძოლი სპორტსმენები აკეთებდნენ ხოლმე კრივში განსაკუთრებით, რომ ჩხუბში დაუშვათ თუ გადაუხადეს $1 მილიონი, ამბობდნენ რომ 20 მილიონი გადაუხადეს, რადგან შემდეგ ჩხუბზე 20-თან მიახლოებულს გადაუხდი და სხვა სპონსორი ან სხვა პრომოუთერი. და რა ერთთან რაც რეალური იყო. ხალხისთვისაც უფრო პოპულარულია მებრძოლის ნახვა, რომელსაც 20 მილიონს უხდიან ერთ ჩხუბში და იმ კომპანიისთვის, ვინც ჩხუბს ატარებს, იმისთვისაც მომგებიანია, იმიტომ რომ ძვირიან ჩხუბს ატარებს და ამის მოტყუება რაღაც პონტში ყველასთვის მომგებიანი იყო. სიმდიდრეზეც ასია, განსაკუთრებით ახლად გამდიდრებულ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ რომ უფრო ბევრი წარმოაჩინონ აქვთ ვიდრე აქვთ მართლა. ანუ რომ შევაჯამოთ, ზოგი ადამიანი თავის network-ს თავიდან ბოლომდე მალავს, ზოგი უფრო აზვიადებს და არის კიდე მესამე ვარიანტი, როცა შენი სიმდიდრე საჯაროა, ოღონდ ამასაც აკონტროლებ. მომდევნო წელს უფრო გინდა მეტი გაასაჯარო და მეტი ჩანდეს და ზემოთ მიდიოდეს, ქვემოთ მიდიოდეს, ესეც კიდე სხვადასხვა რაღაცების გამო შეიძლება გაწყობდეს ხანისე ხანასე. ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე ახდენს გავლენას, ამიტომ ესე გულწრფელად და პირდაპირ, რომ ვიღაცას ამდენი ქონება და ამდენი უწერია, ეგ ალბათ
ალბათ ძალიან იშვიათი უნდა იყოს უფრო. ეს რაც ახლა მე გელაპარაკეთ, ეს ცოდნაც რაღაცაში გამოგადგება ცხოვრებაში, მაგრამ თან იმაში გჭირდებოდა რომ თუ ვამბობ რომ PewDiePie-ს დაუშვათ 50 მილიონი ნეტვორსი აქვს, ჯამში მთელი ცხოვრების განმავლობაში ამდენი ქონება დააგროვა, არნიშნავს იმას რომ თვეში 10 მილიონი შემოსავალი ვერ ექნებოდა. თან ესე დიდი ხნის მანძილზე თუნდაც. აქამდე არ მithქვამს მეგობრებო, მაგრამ ჩემი არხის სპონსორია Nescafe. და ამიერიდან გეტყვით ხოლმე. თანამდენიმე კომენტარი ეწერა, გითხარიო თუ არისო. აბა, ისე ხო არ გიდგასო ჭიქაო, ხო და არის. კარგი, ახლა გადავიდეთ თავარ სათქმელზე. მე გაჩვენებთ ჩემს ვიდეოებს რამდენი აქვს გამომუშავებული და თან აგიხსნით ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყანაში ხარ, როგორც კონტენტ კრეატორი და ბევრ ნიუანსს, რაც მგონია რომ საინტერესოა ძალიან. ქართველ ტოპ იუთუბერებს, ესე უხეშად რომ თქვათ, თავისი კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვთ დაახლოებით $50,000. წლების მანძილზე ოღონდ ჯამურად. მეტნაკლებად საჯარო ინფორმაცია მე კი მინახავს სხვა იუთუბერებთან. საჯარო ინფორმაციაც იქიდან გამომდინარეა, რომ სხვადასხვა იუთუბერს თავისი ეს lifetime, ასე ვთქვათ, შემოსავალი დაუპოსტავთ სხვადასხვა დროს. ზოგს Facebook-ზე, ზოგს სტორებში, ზოგს სადღაც ვიდეოში უთქვამს და ასე შემდეგ. დაახლოებით წარმოსადგენთ, რომ იცოდეთ ასეთი ამბავია. 50 რომ ამბობ საშუალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგს შეიძლება 70 იქონდეს, ზოგს 30 და რაღაცა ისე. მეც ჩემი Dodge Challenger-ი YouTube-ის მონეტიზაციისგან დაგროვებული თანხით შევიძინე და გითხარით კიდეც იმ ვიდეოში, როცა მანქანაზე გადავიღე ვიდეო. ჩემ ეს ვიდეო რომ ნახოთ, რომელსაც 400,000 ნახვა აქვს, გამომუშავებული აქვს $824. 400,000 ნახვაზე $800 ნიშნავს, რომ დაახლოებით CPM-ი აქვს 2. რამდენი ნახვაც აქვს ეს კონკრეტული ვიდეო, ყოველ 1000 ნახვაზე გამოიმუშავებს $2. ამიტომ გამოვიდა 400,000 ნახვაზე $800. ვიდეოები ესეთი გამომუშავებით განსხვავდება ხანგრძლივობის მიხედვით, რაც უფრო გრძელია ვიდეო, მით უფრო მეტი გამოიმუშავებს, იმიტომ რომ მეტი რეკლამა ისმება და ასევე განსხვავდება ჟანრის მიხედვით. სხვადასხვა ჟანრი, სხვადასხვა თანხა გვაქვს. მაგალითად, ვლოგების სხვა თანხაა, შემეცნებითი ვიდეო სხვა თანხაა, გეიმინგ ვიდეოების სხვა თანხაა და ასე შემდეგ. ცოტათი განსხვავდება. შესაძლებლად რომ ავიღოთ აი ეს ვიდეო, რომელიც ანტარქტიდაზე გადავიღე და $291,000 ნახვა აქვს, ამის RPM-ი არის $2.34. იმასთან შედარებით ცოტათი მეტია. შესაბამისად, $291,000 ნახვაზე გამოიმუშავა $691. ახლა აქ რა არის სიგიჟე? საიდან იწყება mind-blow ამბავი, მეგობრებო? Mind-blow ამბავი იწყება იქ, როცა მე გეტყვით, რომ YouTube-ს, ანუ Google-ს, YouTube არის Google-ს დაყოფილი აქვს მთელი დედამიწა ტიერებად, ქვეყნის GDP-ს მიხედვით. ანუ რამდენია ქვეყანაში ქონება ერთ სულ მოსახლეზე, მაგის მიხედვით. ტიერ 1 ქვეყნები არის საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, კანადა, შვეიცარია, ნორვეგია და ესეთი ქვეყნები, რომ სადაც ერთ სულ მოსახლეზე ადამიანებს მეტი ქონება აქვს. შემდეგ არის ტიერ 2-ის ქვეყნები, რომელსაც არის მაგალითად იტალია, შემდეგ არის ტიერ 3-ის ქვეყნები, სადაც არის ღარიბი ქვეყნები და ტიერ 4-იც არის მე მგონი. და ჩვენ ვართ ინდოეთთან ერთად, ანუ ძალიან დაბლა ვართ. ეს ძალიან დაბლა რას ნიშნავს, იცით? მე რომ გეუბნებით რომ აქვს აქ ჩემს ვიდეოს 1000 ნახვაზე გამომუშავება $2.34, ეს ჩვენი ტიერის ქვეყნისთვის დამახასიათებელი კოეფიციენტია. ეს ნახვები არის საქართველოდან და იმიტომ ეს 400,000 ნახვა რომ არის საქართველოდან უმეტესობა, იმიტომ არის $2. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ მესამე თუ მეოთხე ტიერში. მაგრამ ეს ნახვები რომ ყოფილიყო ტიერ 1-ის ქვეყნებიდან, აქ შეიძლება ყოფილიყო $2 ნაცვლად $30. ამხელა განსხვავებაა. და ეს 400,000 რომ გავრავლდა 2-ზე და რომ გამოვიდა $800, ეს $400,000 გამრავლდებოდა 30-ზე. და აქ $800 ნაცვლად ეწერებოდა $12,000. და მე რომ ყოველი ვიდეო მონეტიზაციით $12,000 მიწერდეს, შეიძლება Lamborghini-ც მეყიდა მონეტიზაციით. კიდევ უნდა წარმოიდგინოთ ის, რომ საქართველოში ქართულენოვანი მოსახლეობა ძალიან ცოტა არის. საქართველოში კი არა, ზოგადად ცოტა არის. 3 მილიონიდან 4 მილიონამდე ვართ მაქსიმუმ, ალბათ. ხო და ეხლა რომ ავიღოთ მაგალითად ინგლისურენოვანი კონტენტი რამხელა, დედამიწის 10% დაახლოებით საუბრობს ინგლისურად. ანუ 8 მილიარდის 10% საუბრობს ინგლისურად. ესპანური კონტენტი რომ იცოდეთ, კიდევ უფრო დიდი არის ესე ინტერნეტში, იმიტომ რომ ინგლისური ტოპ 1-ი არის, ესე ვინც საუბრობს ინგლისურად მაგ ადამიანების რაოდენობით, მაგრამ რომ იბადები და შენს პირველი ენად სწავლობ ენას, მაგაში ესპანური უფრო დიდია კიდე. ანუ ადამიანების პირველი ენა ყველაზე დიდი არის ესპანური. თუ ჩინური ხო არ არის პირველი და ესპანური მეორე. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ესე დიდი ენები რაც არის, იქ რამხელა პოტენციალია წარმოიდგინეთ, ნახვების დაგროვების და პლუს მონეტიზაცია რამდენად დიდია. და ეს იმხელა თანხებზე ადის, რომ ესე ადამიანების გონებისთვის, ვინც ამ სფეროსთან ახლოს არ არის და ამ რიცხვებს რომ ამბობ, აი ძალიან შოკის მომგვრელია და დაუჯერებელი. მაგალითად, ნახოთ Mr. Beast-ის არხი. Mr. Beast ერთ არხზე მხოლოდ 70-მდე არხი აქვს, რომ იცოდეთ, ესე მილიონობით გამოწერით, მაგრამ ყველაზე დიდი არხი რომ ავიღოთ ერთი. 136 მილიარდი ნახვა აქვს. 136 მილიარდი. ამ ჩემი ვიდეოს ქართული მონეტიზაციით, ანუ ქართული RPM-ით რომ დავითვალოთ, ეს 2 და რომ ნახოთ რამდენს გამოიმუშავებდა Mr. Beast-ის არხი. თუ 1 მილიონი გამოიმუშავებდა $2,000, 136 მილიარდი იქნება 136,000. 136,000 უნდა გავამრავლოთ $2,000-ზე.
წარმოიდგინეთ ახლა 272 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა Mr. Beast-ის არხი tier 3 tier 4-ის საქართველოს მონეტიზაციით რომ ყოფილიყო. მაგრამ რადგან ეს ინგლისურენოვანი არხია და ძირითადი აუდიტორია არის მაინც ამერიკაზე, $2 ნაცვლად ეს შეგვიძლია დავითვალოთ $25-ზე მაგალითად. ან ყველაზე რაღაცა ისეთი დასტრესელი გათვლებით შეგვიძლია დავითვალოთ 20-ზე. 136,000 უნდა გავამალოთ 20,000-ზე და 2 მილიარდ 720 მილიონი დოლარი აქვს დაახლოებით გამომუშავებული Mr. Beast-ის ამ ერთ არხს. კიდე გეუბნებით რომ 70-ზე მეტი არხი აქვს. კიდე რამე Mr. Beast-ის არხი რომ ვნახოთ, აქ 6 მილიარდი ნახვა აქვს. Mr. Beast Gaming-ი რომ ვნახოთ, აქ რამდენი მილიარდი ნახვა აქვს? 11 მილიარდი ნახვა აქვს. და ეს რამდენთან ხაზიადის წარმოიდგინეთ. აი მაგალითად ბოლო ვიდეო რომ ვნახოთ, რომელსაც 45 მილიონი ნახვა აქვს და თუ მილიონ ნახვაზე გამოიმუშავებს დაახლოებით $20,000, 45 უნდა გავამალოთ 20,000-ზე. ანუ ამ ვიდეომ 13 დღეში უკვე $1,000,000-მდე გამოიმუშავა $900. და აქ რომ გადახედოთ, ამას ახლა ყველაზე ცოტა ნახვა აქვს. ეს Mr. Beast-ის ვიდეოები ახლა საშუალოდ აქ რამდენი ნახვებიც არის. თითო ვიდეო დაახლოებით $3-დან $5 მილიონ-მდე გამოიმუშავებს, რომელსაც საშუალო ნახვები აქვს. რომელსაც ბევრი აქვს უფრო, ისინი უფრო მეც. მაგრამ ახლა მე გეუბნებით ამ ყველაფერს თითო ვიდეოზე. არსებობს საიტები, რომლებიც ესე იუთუბერების შემოსავალს ითვლის ნახვების მიხედვით, მაგალითად Social Blade, რომელიც გეუბნება, რომ Mr. Beast-ის არხი დღეში აი მაგალითად საშუალოდ გამოიმუშავებს $800,000-დან $13 მილიონ-მდე. და ეს რეინჯი არის აღებული იქიდან გამომდინარე, რომ აი ყველაზე ცუდი ტიერის ქვეყნებიდან რომ იყოს ყველა ნახვამდე ის გამოიმუშავებდა და ყველაზე კარგი ტიერის ქვეყნებიდან ამდენს და სადღაც შუაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მაგრამ ეს კიდე არასწორად ითვლის. ეს საიტები, იმიტომ რომ აი მაგალითად ვიდეო რომ წაშალო არხიდან ან დააპრივატო, რომელიც არხზე აღარ ჩანს, იმ ვიდეოს ნახვებს მინუსებში ითვლის და შეიძლება მინუსები დაგიწეროს. და ეს მონეტიზაცია აძლევს შემდეგ იმის საშუალებას, რომ ერთ ვიდეოში შეუძლიათ გაათამაშონ კუნძული, გაათამაშონ 500 მანქანა, 1000 ადამიანს დაუფინანსონ თვალის ოპერაცია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ვიდეოსთვის იქნება. გააკეთონ უამრავი ბიზნესები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპი ხდება. სპონსორებს რაღაც პონჩი ვარსაც ეუბნებიან თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ ვიდეო რომ გიწერს $1 მილიონ და შეიძლება ვიდეო რამდენიც კი ნამდვილი გადაიღო. ხო, აი ის სპონსორიც ამდენს უნდა გიხდიდეს, ახლა წარმოიდგინე რომ ინტეგრაციაც გახდეს საინტერესო. თუ იმეს კითხვა დაგებადათ YouTube Shorts-ებზე თუ არის იგივე, YouTube Shorts-ებზე იგივე არ არის მონეტიზაცია დაახლოებით 98%-ით ნაკლებს წერს Shorts-ზე ვიდრე ჩვეულებრივ ვიდეოზე. Shorts-ზე თუ გაქვს დაახლოებით 50 მილიონი ნახვა, შეიძლება $1,000-ით არ დაწეროს. ამიტომ ახლა მე რა სტატისტიკებსაც ვახსენებ ხოლმე, YouTube Shorts-ები აქ არ ითვლება. ნახეთ, რა საინტერესოა ჩქარი მივიღე საქართველოს ბანკისგან. ეს არის ჭადრაკის დაფა და შეიძლება ჭადრაკის ჩვეულებრივი კომპლექტი გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საინტერესო ისტორია დგას მის უკან. და მოდი ვნახოთ როგორია. ესეთი პატარა ჩანთადოს კიდე შიგნით ორი ცალი. ჭადრაკის ახალი ტალღა. ამ ჩანთაში არის ქვები, ძალამაზია და ამ ჩანთაში არის შუშები, ცხენი. რომ გითხრათ ისტორია, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ მიმართულების ნაწილია მაგალითად ახალგაზრდა მოჭადრაკეების მხარდაჭერაც. ფოთს გააჩნია 80 წლიანი საჭადრაკო ისტორია. ფოთში ჩატარდა ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი ახალი ტალღა და ამ ყველაფერთან პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ეს ჭადრაკი, რომელიც სულ 10 ცალია დამზადებული. ეს საინტერესო ფიგურები კი ფოთელმა მოქანდაკემ გააკეთა ხელით. 10 ჭადრაკის დაფა დამზადდა ასეთი. ეს ფიგურები არის დამზადებული გამორიყული შუშებისგან და ასევე ფოთში გამორიყული ქვებისგან. და ეს 10 ჭადრაკი ხო ესეთი ექსკლუზიური და გამორჩეულია და მეორე არ არსებობს ეგეთი ამ 10-ის მსგავსი. მაგრამ ამ 10-ში კიდე თითოეული გამორჩეულია და თითოეული ინდივიდუალურია, რადგან ხელით არის გაკეთებული და ყველა ერთი ცალი არსებობს. 10 ადამიანს ექნება ასეთი ჭადრაკი სულ და მე დიდ მადლიერებას გამოხატავ, რადგან მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ასეთი ჭადრაკი ექნება. ამ ყველაფერში ერთიანდება ფოთი, ზღვა და ჭადრაკი. და ასეთი ლამაზი დიზაინის მიღმა, ისტორია და იდეაც რომ ესეთი გენიალურია, მაგრად ასწავლებს. ასევე ერთი ტენდენცია არის, მაინ პოდკასტში ვამბობ და ესე იუთუბერები ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მე როცა იუთუბერობას ვიწყებდი 2018-ში. მონეტიზაცია ახლა რომ გეუბნებით, რომ $2 ან $3 1000 ნახვაზე. მაშინ იყო 1 ცენტი, 2 ცენტი და 3 ცენტი და ყოველ წელს არის მზარდი. შეიძლება ჩვენთანაც დიდი გახდეს. მონეტიზაციაც გაეზარდათ იუთუბერებს, ქართველებს და არ არის ისე, რომ როგორც ადრე იყო. და ის რაც გითხარით, რომ რაღაც დაახლოებით $50,000-მდე აქვს თითოს გამომუშავებული, ხო ეს კიდე ბოლო წლების ხარჯზე უფრო არის, იმიტომ რომ ადრე დაანცოტა იყო. მაგრამ აქ არის კიდე ერთი ნიუანსი, რაც მე სტატისტიკაში აღმოვაჩინე და რაც ცოტა სევდიანია. YouTube-ზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი მაყურებლების სტატისტიკა, საიდან გვიყურებენ, როგორც ქვეყნის სიზუსტით, ასევე ქალაქების სიზუსტით. ახლა გაჩვენებთ რამდენიმე დღის სტატისტიკას, სადაც აქ წერია, რომ ჩემი ნახვების 86% არის საქართველოდან, ამერიკიდან არის ჩემი ნახვების 2.9%, 1.6% არის გერმანიიდან, ხოლო ეს არის შემოსავლის გადანაწილება ქვეყნების მიხედვით, ნახეთ. 86% საქართველოდან მაყურებლების გამოიმუშავებს შემოსავლის 57%, 2.9% ამერიკიდან გამოიმუშავებს
შემოსავლის 16%. თუ ვინმე იტყვით ახლა რომ წადი სხვა ქვეყანაში და ბევრ ფულს გამოიმუშავებ, იუთუბერის ლოკაციაზე კი არ არის, მაყურებლის ლოკაციაზეა. მაყურებელი საიდანაც არის, იქაური მონეტიზაციის ამბავია. კიდე თუ ვინმე იმას იკითხავთ რომ ამ ქართველ იუთუბერებს რომ ასეთი გამოცდილება გვაქვს YouTube-ის კეთების და რაღაცის, გლობალზეც ხوارდით რაღაცეებს. იმიტომ რომ იქ გაცილებით სხვა მასშტაბები, ხო? მაგაზეც მეც ბევრი რამე გამიკეთებია, მიცდია და გამიკეთებია. მაგრამ ეგ კიდე საერთოდ სხვა სალაპარაკო თემა არის და არ არის ეგეთი მარტივი, ბევრი ისეთი ნიუანსია, რაშიც ასეთ ვიდეოში საუბარი ბოლომდე არ ღირს. და კიდე ნახეთ, როცა უცხოელი იუთუბერების მონეტიზაციიდან შემოსულ თანხაზე ვსაუბრობ, ეს სათმი და ყველაზე მეტად გაკვირვებას იცით, რატო იწევს? ქართული არ იწევს ეგ გაკვირვებას, იმიტომ რომ $1000 და რაღაცა, ისე არავის არ უკვირს. და ამდენ შრომობ და წლები დაახარჯებ და მე $1000 დაგიწერს, პირიქით არც არის საინტერესო იმდენად. მაგრამ ვიდეო რომ 5 მილიონს გიწერს უბრალოდ სპონსორის გარეშეც კი, ეგ უკვე დაუჯერებელია, ესე ზედაპირული ცოდნით. და რატო არის დაუჯერებელი, ნახეთ, მესმის ზუსტად რატოც არის. მაგალითად, დაახლოებით 100 წლის წინ რომ გამხდარიყო მილიარდელი ან 150-200 წლის წინ, ხო? ან რაღაც რკინიგზა უნდა გაგეყვანა. ერთი 100 წლის წინ რაღაცა ნავთობი უნდა აღმოგეჩინა, ან რაღაცა საბადოები ქონოდა. მე რაღაც ომები იყო სულ შემდეგ 70-იანების შემდეგ, რაც ინტერნეტი შეიქმნა და ნელ-ნელა განვითარდა, რაღაც ახალ-ახალი რაღაცები გაჩნდა. და საერთოდ ბიზნესი რომ გქონდეს, რომელიც წელიწადში $1,000,000 მოგებას გიტოვებს, ესე უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი $1,000,000 უნდა გქონდეს. ბრუნვა, რომ $1,000,000 დაგჭირდეს სულთან მოგება. შესაბამისად, აქ მთელი ინფრასტრუქტურა გჭირდება უამრავი თანამშრომელი და მთელი ამბავი. და YouTube-ზე უბრალოდ ვიღაცა ტიპმა მიმი იყო გადაუდნენ ხოლმე მაგაზე, რომ როგორ იწვის ცეცხლი ბუხარში. გადაუყო რამდენიმე საათიანი ვიდეო YouTube-ზე დადო და ამ ვიდეომ დაუწერა $1,000,000. იმიტომ რომ ესე ვიღაცები ტელევიზორში თავდნენ ბუხარში როგორ იწვის ცეცხლი. YouTuberებს რომ ამდენი შემოსავალი აქვს აქედან და თითქოს არც ინფრასტრუქტურა გაქვს, არც ბევრი თანამშრომელი, არც ფიზიკურად დიდი არაფერი, ხო, ანუ ძალიან უკვირთ და მესმის სადაც უკვირთ. მაგრამ ეს YouTube-იც აღარ არის მომავლის პროფესია და რაღაცები, ესეც უკვე ძველი ამბავია, იმიტომ რომ რასაც ახლა მე გელაპარაკებით, ეს 7-8 წლის წინ ხდებოდა და 10 წლის წინ. ახლა მთლად სიგიჟეები ხდება. იმას ალბათ საერთოდ ვერ გაიაზრებენ YouTuberების ამ ხელს შემოსავალს თუ ვერ იაზრებს რაღაც რაოდენობის ადამიანი. ეს ქართველი ახალი მილიარდელი რომ ყავს, ავიატორი მეჩექნა, ნატროშვილი. ისი პოდკასტები ვნახე ამაცინათ და ძალიან სიგიჟეა. ადამიანი ამბობს რომ 6 წლის წინ არაფერი არ ქონდა და ახლა მისი კომპანია ღირს 5 მილიარდზე მეტი და მისი თამაში რომელიც რაღაც რამდენიმე მეგაბაიტია ალბათ სულ დღეში უწევს რამდენიმე $1,000,000, რომელმაც მთლიანად მთელი სფერო შეცვალა, იმხელა გადატრიალება მოახდინა. ასეთი რაღაცები ხდება უკვე და ეს ყველაფერი რაღაც წიგნში რომ წაიკითხო, ან რაღაც ფილმში ნახო, ან იქ უფრო დაუჯერებელია, მაგრამ რომ ხედავ რომ ვიღაც აკეთებს, ან ქართველი და ქართულად ლაპარაკობს, კიდე უფრო სხვანაირად აღიქმება რა. ზოგადად ესე მუშაობს, რომ რაღაცაში წარმატებული ადამიანი რომ ყავს სოფლიო მასშტაბით. სხვა ადამიანებს უკვე იმ წარმატების მიღწევა უფრო რეალური ეჩვენებათ. აი მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რომ არის ყვიჩა კვარაცხელია, ქართველი, სხვა ბავშვებს, ქართველებს, რომლებიც ოცნებობენ და იბრძვიან ვარჯიშობენ ფეხბურთელის კარიერაზე, ისინი რომ უფრო წარმატებულები გახდნენ, უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან კვარაცხელია არსებობს, რომელიც ხელშესახები მაგალითია, ასე ვთქვათ, რომელსაც ეგ გზა გაიარა და მივიდა იქ, სადაც მივიდა. ამიტომ კარგი იქნება თუ ბევრი წარმატებული ადამიანი გვეყოლება ზოგადად ქვეყანაში, ეს რაღაცა წარმატების კოეფიციენტს გაზრდის კიდე მომავალ თაობებშიც უფრო. ზოგადად კიდე მადლიერება არის ამ ცხოვრებაში მთავარი, ჩემი დაკვირვებით. ხო და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გულწრფელად გრძნობ, რომ მადლიერი ვარ მართლა. ყველაფრისთვის. მადლიერი ვარ თქვენი, რომ უყურებთ ჩემს არხს, გამოწერილი გაქვთ ალაიქებს და თვალს ადევნებთ ამ პროგრესს. და მე კიდევ ვეცდები ყოველთვის, რომ ყოველთვის უკეთესი ვიყავ, ვიდრე გუშინ ვიყავი. და ეს ვიდეოებშიც განახოთ როგორ რაღაც თუ გამომივიდა კარგად.